აუ რა დაისონი, ჩვეულებრივი ფენია რა, მაგეთი გაკეთებული ვარცხნილობა საერთოდ არ ძლებს. თუ დაისონზე ასეთი შეფასებები ხშირად გესმით, მაშინ ამ ვიდეოს აუცილებლად უყურეთ. 3 წელზე მეტია, რაც დაისონის ერთგული მომხმარებელი ვარ და ამ პერიოდის მანძილზე ერთხელაც არ მინანია მისი შეძენა. გაჩვენებთ როგორ ვიკეთებთ მას, ისე რომ 2-3 დღე იდეალურად მოხს. ჩემი აზრით ნომერ პირველი წესი, რაც უზრუნველყოფს გამძლე ვარცხნილობას, არის ის, რომ ვიშრობთ მხოლოდ თმის ძირებს და თმის სიგრძეს ვიხვევთ სველ მდგომარეობაში. თან შრება და თან იხვევა. რა თქმა უნდა, სანამ თმის ძირებს ვიშრობთ, თმის სიგრძეთ ოდნავ თავისით შრება, ანუ თლად წვეთები არ უნდა ჩამოგდიოდეს თმიდან. მე წვრილი თავაკი დახვევას ვანიჭებ უპირატესობას. რა თქმა უნდა, ხანდახან მიწევს ხოლმე მშრალი თმის დახვევა და სწორედ მან ვურწმუნდები ჩემი თეორიის სისწრეში. ბევრ ტუტორიალში გვეუბნებიან, რომ თმა უნდა იყოს 90% მშრალი და შემდეგ დავიხვიოთ. მე არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას და ვფიქრობ, რომ 50%-ზე მეტად არ უნდა გავიშროთ თმა. და რადგან თმა გაშრება დახვეულ მდგომარეობაში, ეს ვარცხნილობა დიდი ხანი გაგვიძლებს. ისევე გირჩევთ, რომ გაციებულ მდგომარეობაში დაივარცხნოთ თმამ. როცა კერატინი მქონდა გაკეთებული, მაშინაც ვიხვევდი ხოლმე და ამ თმის ლაკს ვიყენებდი დასაფიქსირებლად. ახლა მხოლოდ იმ პროდუქტებს ვიყენებ, რაც გაჩვენეთ. მძინვარებისთვის ალფა პარფის ფლუიდი, მაროკანოილის თმის ზეთი და თერმოდამცავი. ეს არის ჩემი საყვარელი თმის ცვილი, რომელიც მეხმარება პატარა პუწების დამშვიდებაში. დახვევის გარდა კიდევ ერთი დიდი პლუსი არის ის, რომ თმა სწრაფად აშრობ. თუ გაქვთ ძალიან სწორი დავარდნილი თმა, მაშინ არ გირჩევდით დაისონის შეძენას. დანარჩენ შემთხვევაში კი big yes